with the axe. Who's going to win this battle with the lumberjack? That's going to come next. I'm putting my money on Clayton. სანამ ამერიკის თავდაცვის მდივანი მიზანს და ფოკუსს გაასწორებს, იმედია სერიოზულად არავინ დაზიანდება. და როდესაც ვამბობთ არავინო, პირველ რიგში თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის დემოკრატიული სამყაროს ლიდერობას გულისხმობთ. თორემ უკრაინა ისევ იბომბება და სამოქალაქო მსხვერპლიც ისევ არის. პუტინი კი ისევ ამტკიცებს, რომ ომის დამნაშავეა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი რანგის კომუნიკაციას, რის შემდეგაც ცხადდება, რომ თითქოს რაიმე ტიპის შეთანხმებაა მიღწეული, მოყვება პუტინის ქმედება, რომელიც არღვევს ამ ვითომ შეთანხმებას. კვირის დასაწყისში საუდის არაბეთში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა თქვეს, რომ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე კრემლმა გაავრცელა განცხადება, ამ შეთანხმების შესრულებას წინაპირობა აქვს და ეს ევროპის მიერ სანქციების მოხსნააო. და არც მხოლოდ პირობების წამოყენებით დაკმაყოფილდა. ღამე დრონების თავდასხმა მოაწყო ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ უბანზე. შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. Трамп и Путин могут говорить о чем угодно по телефону или по каким-то другим каналам. Трампს და პუტინს შეუძლიათ ილაპარაკონ რაზეც უნდათ, ტელეფონით ან სხვა არხებით. როგორიც გაუხარდებათ, ისეთ შეთანხმება შეუძლიათ მოაწერონ ხელი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაზე ეს არ აისახება. ადრე ვიცოდით, რომ ამერიკა უკრაინის პარტნიორი იყო. ტრამპმა კი მალევე თქვა, რომ ის პარტნიორი კი არა, შუამავალია, ვისაც უნდა რომ ომი დაასრულოს. მაგრამ როგორც კი ლაპარაკი და ქმედება დაიწყეს, ნათელი გახდა, რომ არანაირ ნეიტრალიტეტზე საუბარი არ არის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის სრულად პუტინის მხარესაა. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი მუდმივად არღვევს შეთანხმებებს, რომელსაც ხელს აწერს. მან ყველაფერი დაარღვია და აგრძელებს მოტყუებას თავისი ზრახვების შესახებ, მაგრამ ახლა სიტუაციის გართულება იმაში მდგომარეობს, რომ მთელ დეზინფორმაციას, რომელსაც რეგულარულად იმეორებდა, ახლა იმავეს იმეორებს ამერიკული მხარე. 30 აპრილს 100 დღე გავალაც ტრამპი მეორევადით პრეზიდენტია. ჰორიზონტზე კი დაპირებული მშვიდობა კი არა, მარტივი ცეცხლის შეწყვეტაც კი არ ჩანს. წინასაარჩევნო რიტორიკას, რომ ერთ დღეში დაასრულებდა ომს, თავად ტრამპმა სარკაზმი უწოდა. აღარავინ იხსენებს მეორე დაპირებას, რომ ოვალურ კაბინეტში შესვლამდე დაასრულებდა ომს და მეტიც. ახლა უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა. 100 დღის ვადაში მაინც თუ მიაღწევს რაიმე ხელშესაჭრის შედეგს. Thank you very much, Mr. President. Так ведь госсекретарь Соединенных Штатов Марко Рубио сегодня уже заявил, что სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკვე განაცხადა, რომ ომის დასრულებას დასჭირდება იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება და ეს ყველაფერი საერთოდაც არ არის დამოკიდებული ტრამპზე, არამედ რუსებზე და უკრაინელებზე და ევროპელებზე, ვისაც დაწესებული აქვს სანქციები. ასე რომ მე მეჩვენება ისინი გააგრძელებენ თმენის პოლიტიკას, მით უფრო ამ განცხადებების მიხედვით. მათზე აღარაფერია დამოკიდებული. მოულოდნელია არა, თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერს ტრამპი მოაგვარებს, რადგან ბაიდენს არ შეეძლო ომის შეჩერება. ტრამპი გახდა პრეზიდენტი, დაურეკავს პუტინს, დაურეკავს ზელენსკის. ერთს რამეს შესთავაზებს, მეორეს შეაშინებს და ომი დასრულდება. პუტინი უკრაინის კაპიტულაციის გარდა არანაირ შეთავაზებას რომ არ მიიღებს, ეს ზედმეტად აშკარა იყო, თუმცა თუკი ტრამპი ამას ვერ იჯერებდა, რუსი დიქტატორის ბოლო განცხადების მერე მაინც უნდა მიხვდარიყო, რომ Россию умом не понять და ახლა მაინც უნდა გადავიდეს იმგვარ მოქმედებაზე, რაც პუტინს აიძულებს უკან დახევას. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რა პლატფორმაში არჩია ბოლო განცხადებისთვის პუტინმა. ის ახალ რუსულ ბირთვულ წყალქვეშა გემ არხალგელს ეწვია, სადაც კუნთების თამაშის და абсурдული მოთხოვნების მორიგი რაუნდი შემოგთავაზა. В принципе, конечно, можно было бы под эгидой ООН პრინციპში შესაძლებელია გაეროს და ამერიკის ჩართულობით, მათ შორის თუნდაც ევროპული ქვეყნების ჩართულობით განვიხილოთ გარდამავალი ადმინისტრაციის დანიშვნა უკრაინაში. მთელს ფრონტის ხაზზე სტრატეგიული უპირატესობა რუსეთის შეერაღებული ძალების ხელშია. ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ და სოფელ-სოფელზე ათავისუფლებენ. მე მჯერა, რომ მალე ჩვენი არმია უკრაინულ ჯარს სრულად გაანადგურებს.
აი ასე. როცა ომის დამნაშავეს თანასწორ პარტნიორად აღიარებ, მას უბრუნდება ხმაში რიხი და კიევს სამ დღეში ავიღებ რიტორიკას უბრუნდება. შესაბამისად, ეს და მსგავსი განცხადებები შესაძლოა გახდეს ტრამპის მოთმინების ფიალის боло წვეთი. მით უფრო თუ კი მის პირველ ვადას და იმ განცხადებებს გავიხსენებთ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში აქვს გაკეთებული. Первое оружие, летальное оружие, было поставлено не Обамой. პირველი ლეტალური იარაღი არც ობამას და არც ბაიდენს მიუწოდებია. ჯაველინები ტრამპმა მიეწოდა და ეს უკრაინას დაეხმარა. შტატებმა მაშინ დაიწყო სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. უკრაინის შეერაღებული ძალების გაწვრთნა დაიწყო. ამერიკული გემები მუდმივად სტუმრობდნენ შავ ზღვას. ამერიკული თვითმფრინავები მუდმივად დაფრინავდნენ უკრაინის საზზე. მათ შორის შეხების წერტილების თავზე და ეს აჩერებდა აგრესორს. მაშინ დონბასში უკრაინული მსხვერპლი 16-ჯერ შემცირდა. ამასთან გავიხსენოთ, ტრამპმა თქვა, მე პუტინთან საუბრები მქონდა, გავაჟღერე რომ თუ კი ის ეცდება თავს დაესხას უკრაინას, მაშინ ამერიკა დაბომბავს მოსკოვს. და როცა პუტინს კითხეს ამაზე, მან ასე უპასუხა, რაღაც არ მახსოვს. ეს ადასტურებს, რომ ტრამპი მართლა დაემუქრა. სხვა შემთხვევაში პუტინი იტყოდა, რომ ასეთი რამე უბრალოდ არ მომხდარა. ამ რიტორიკის გარდა ისტორიამ თუ კი რამე დაადასტურა არის ის, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენის ესმის და როდესაც მის წინააღმდეგ მასზე ობიექტურად ძლიერი ძალები რიტორიკიდან ქმედებაზე გადადიან, ის უბრალოდ უკან იხევს. Путин останавливается только тогда, когда он получает удар. პუტინი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა ის დარტყმას იღებს, რომლის წინააღმდეგაც ის უძლურია. გავიხსენოთ, როგორ ჩამოაგდეს რუსული ბომბდამშენი თურქეთის საჰაერო სივრცეში. ამას არაფერი არ მოხდა. როცა აზერბაიჯანულმა მხარემ 4 რუსი სამშვიდობო მოკლა მთიან ყარაბაღში და პოზიციები დაიკავეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოკრძალებით იკითხა, უკან ხომ არ დაბრუნდებოდით? აზერბაიჯანმა თქვა არა და ასე დამთავრდა ეს ისტორია. თურქეთმა ბოსფორი და დარდანელი რომ დაკეტა 2022 წლის თებერვალში და არ შეუშვა რუსული ესკადრელია შავ ზღვაში. ცოტა ხნით დაელოდნენ და მერე უბრალოდ უკან გაბრუნდნენ. მოკლედ, ჩვენ პრაქტიკული მაგალითები გვიმტკიცებს, რომ ერთადერთი ისტორი მიდგომა რუსეთთან არის მშვიდობის მიღწევა ძალის გამოყენებით. თუკი ახლო ისტორიის ამ მაგალითებს ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებს და მისი პირველი პრეზიდენტობის ნაბიჯებს გავითვალისწინებთ, ჩნდება ლოგიკური კითხვა. რა დაემართა ტრამპს, მის რიტორიკას და ქმედებებს? Я предложил, по крайней мере, 3 версии. მე შემოგთავაზებთ 3 ვერსიას, რომლითაც ვეცდები ავხსნა ასეთი რადიკალური შემოbrunება. პირველი ფსიქოლოგიური პრობლემები, მეორე ჩათრევის ნიუანსური პოლიტიკა, რომ მოადუნოს მოწინააღმდეგე და მერე ძლიერად დაარტყას. და მესამე, რუსული დეზინფორმაციის სერიოზული ზეგავლენა, მათ შორის პირადად ტრამპზე. დრო გვიჩვენებს ამ სამიდან რომელი შეიძლება იყოს მართალი, მაგრამ რადგან დრო ცოტაა, უკრაინამ და ევროპამ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ახალ შესაძლებლობებზე მუშაობა გააქტიურა. უკრაინას უკვე შეუძლია წელიწადში 5 მილიონი მცირე ზომის საბრძოლო დრონის წარმოება. ამ ინფორმაციას ამყარებს ფრონტიდან სულ უფრო ხშირად გავრცელებული მასალა, სადაც გადამჭერი დრონები პირდაპირ ცაში ან თუნდაც ხმელეთზე ანადგურებენ რუსულ სამიზნეებს. ასევე ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპა მზადაა წელს 3.5 მილიონი საარტილერიო ჭური მიეწოდოს უკრაინას. ნორვეგიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება სამხედრო დახმარების გაორმაგებასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სპეციალურად უკრაინის საჭიროებებზე მორგებული ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემაა ასახული. რამშტაინის მორიგ შეხვედრამდე კი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს, სადაც აქცენტი ისევ ნების კოალიციასა და უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაზე გაკეთდა. ჩვენ არ ვაპირებთ სანქციების მოხსნას, ასე რომ ჯერ ძალიან ადრეა. სანქციები დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის არჩევანზე, აგრესიის სასარგებლოდ და ამიტომ მათი გაუქმებაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის სასარგებლოდ. უკრაინამ გარკვევით უთხრა შეერთებულ შტატებს თანხმობა ცეცხლის შეწყვეტაზე 30 დღით და უპირობოდ მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის მსხვერპლია. ველოდებით ასეთივე ერთგულებას რუსეთის მხრიდან. ხედავთ მის მცდელობებს, რომ მოახდინოს ინტერპრეტირება ახალი პირობების წამოყენებით იმაზე, რაც უკვე განხილული და შეთანხმებულია.
გარდა ამისა, რუსეთი არ ამტკიცებს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. ყოველდღე განაგრძობს ინტენსიურ დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ობიექტების ჩათვლით. ჩვენი მიზანია შესაძლებლობა ჰქონდეს უკრაინას შეინარჩუნოს სიტუაცია ფრონტის ხაზზე, მოიგერიოს აგრესია, მაგრამ ამავდროულად მივიყვანოთ ახლოს გრძელვადიან მშვიდობასთან, რომელიც ყველას გსურს. გარწმუნებთ, საფრანგეთი გააგრძელებს ძალისხმევას შეერთებულ შტატებსა და ევროპელებთან შეთანხმებულად. ზუსტად ახლა ბევრი შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს კიდეც ევროპისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. საფრანგეთთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ეს არის ისტორიული მომენტი. ეს ეხება როგორ ჩამოაყალიბებს ევროპის ლიდერთა დღევანდელი თაობა უსაფრთხოების სისტემას მომდევნო 10 წლეულებისთვის. რაც შეეხება შავ ზღვას, სიტუაცია უფრო რთულია. მოსკოვი ცდილობს პირობები დაამატოს შეთანხმებას, რომელიც პირობების გარეშე უნდა ყოფილიყო. ველით, რომ ამერიკელი მხარე უზრუნველყოფს უპირობო ზავის პრინციპის დაცვას ზღვაზე. ჩვენ წინ უნდა წავიწიოთ სამშვიდობო პროცესის ხელის შეწყობაში. მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რომ ის დათანხმდეს მშვიდობას. ეს პირველ რიგში ძლიერ სამხედრო ზეწოლას ნიშნავს. ამ ფონზე მომავალ კვირაში კიევში დაგეგმილია იმ ქვეყნების გენერალური შტაბების წარმომადგენლების შეხვედრა, ვინც უკვე 100%-ით მზადაა უკრაინაში გაგზავნოს კონტინგენტი. თავად უკრაინა კი წარმატებით აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე.